მოგესალმებით. დღეს ვართ ქალაქ ბაღდადში, მე ვარ გიორგი ცავა და ეს არის გადაცემა ჩემი კუთხის მასპინძელი. დღეს მე ვიქნები ამ გადაცემის წამყვანი და გიმასპინძლებთ ქალაქ ბაღდადში. ვიწყებ მოგზაურობას ამ ულამაზესი აჯამეთის აღკვეთილის ტყიდან, რომელიც არის ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ღირსშესანიშნაობა. ხოდა ეს ჩვენი აჯამეთის ტყე ისეთი დიდია და ვებერთელა და შიგნით ბევრი ცხოველი ბუდობს თუ ბინადრობს და თუკი ჩვენ ოპერატორ ლევანის დაუჯერებთ თურმე ამ ტყეში ყარებია ნადირობა გიორგი მესამეს, მაგრამ ახლა ნადირობა უკვე აღარ შეიძლება, აკრძალულია. ახლა შეგიძლიათ ხოლოდ ისეირნოთ, დაისვენოთ, გაერთოთ, ყვავილები არ მოკრიფოთ, ცოცხალი არსებაა ცოდვა, უბრალოდ დაათვალიერეთ, შეავლეთ თვალი, დატკბით ამ სილამაზით და ახლა წავედით გენიოსის ეზოში, რომელსაც ქვია მაიაკოვსკი. ბაღდადში ჩამოსულმა სტუმარმა ხო კარგად გაიგეთ, რომ პირველი სად უნდა მოხვიდეთ და რომელი ჟანგბადი უნდა ისუნთქოთ აჯამეთის აღკვეთილში, ხო და იქედან პირდაპირ უნდა მოხვიდეთ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში. ბევრმა თქვენგანმა ალბათ არ იცის და ალბათ უფრო ახალგაზრდა თაობა, მაგრამ მაიაკოვსკი ეს გენიალური და ბუმბერაზი პოეტი დაიბადა ქალაქ ბაღდადში, სწორედ აი აქ. ის იყო მსოფლიო დონის პოეტი, მას საღამოებს უწყობდნენ და პოეზიის საღამოებს ამერიკაში, ევროპაში და ზუსტად ესეთი ადამიანი, ზუსტად ესეთი დიდი პოეტი დაიბადა აი ამ პატარა და ლამაზ ქალაქში და ლექსიც აქვს მისთვის მიძღვნილი, ვალში ვარ შენთან, ბაღდადის ზეცავ. მე დავუსრულებლად შემიძლია გესაუბროთ ქალაქ ბაღდადზე. არ დავიღლები, შემიძლია მთელი დღე ვილაპარაკო და ვილაპარაკო. გაჩვენოთ და გაჩვენოთ უამრავი ადგილი, იმიტომ რომ ამ ქალაქში არის ძალიან საინტერესო ყოფითი ცხოვრებაც, ასევე ძალიან საინტერესო ბუნებაც, ძალიან საინტერესო და ლამაზი ადგილებიც გვაქვს და მოკლედ ძალიან კარგი ქალაქია იმისთვის, რომ ჩამოხვიდეთ, შეიყვაროთ, შეიცნოთ და გაიცნოთ. მაგრამ რადგან თქვენსაც არ იშლით და მაინც კიდე ჩემ პროფესიაზეც რაღაც 1-2 უნდა გითხრათ, შევეცდები რომ ჩემს პროფესიაზეც ცოტაოდენი მოგიყვეთ. ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიყვარს და სულ რაღაცების გადაღებას ვცდილობდი. სულ რაღაცებს ვსწავლობდი. მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი და ყოველთვის ვცდილობდი რომ რა მომწონდა და რა მიყვარდა, ხშირად უსვამდი ჩემ თავს ამ კითხვას. რისი გადაღება მანიჭებდა სიამოვნებას. ძალიან ბევრი რამე ვცადე ცხოვრებაში, გადამიღია უამრავ თემაზე, ძალიან ბევრი ამბავი ვიმუშავე სხვადასხვა სატელევიზიო გასართობ რეიტინგულ გადაცემებზე. ასევე მიმუშავია სოციალურ თემებზე ძალიან ბევრი. ასევე სხვადასხვა ჟანრში, სხვადასხვა ფოტოკონკურსში თუ რამე ხდებოდა ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით ირგვლივ, როცა მე ამ ყველაფერს სწავლობდი, საერთოდ ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას და ვცდილობდი რომ მომესმინა სხვადასხვა ადამიანების აზრი, რომ მე ეს ყველაფერი გამეთვალისწინებია, გამეაზრებინა და მიმხვდარიყავი რა მინდოდა. თავის ძიების პროცესში და ამ ძალიან ბევრი ინფორმაციის მოძიებასა და გააზრებაში ნელა ვხვდებოდი, რომ ჩემი კომფორტის ზონა და ჩემი პროფესია ჩემ ქალაქს უკავშირდებოდა და სანამ საერთოდ გადმოცხოვრდებოდი, ნელა დავიწყე ზაფხულობით, როცა ჩამოვდიოდი ჩემ ოჯახთან ერთად და ვრჩებოდით დასასვენებლად, აი ესე წავიდოდი ბავშვებთან ერთად, ძალიან ლამაზი ადგილები გვაქვს ამ ქალაქში, გაჩვენეთ წეხან აჯამეთის ტყე, ასევე საოცარი ალპური ზონები გვაქვს საირმის მთებში, ქვასაყდარა ქვია, სხვა ძალიან ბევრი უბრალოდ ულამაზესი სოფლები გვაქვს, სადაც შეგიძლია თავისუფლად ჩაჯდე მანქანაში, წახვიდე, დაათვალიერო, ისეირნო, გადასარევი მდინარეები გვაქვს, ანუ გასართობი ზაფხულზე და ამ მიმართულებით თემები გვაქვს ძალიან ბევრი და ამ პროცესებში, როცა თან ჩემ შვილებს ვართობდი და ჩემ ქალაქს ვაცნობდი და ვაყვარებდი, სად გავატარე მე ბავშვი
ბავშვობა, ამ პროცესებში ნელ-ნელა მივხვდი, რომ ძალიან მინდა ვაკეთო გულით ჩემი პროფესია და ჩემი ქალაქის ერთმანეთთან დაკავშირება. ეხლა ყველაფერი დავარქიო და მხოლოდ ჩემი ქალაქის პეიზაჟები, პორტრეტები ამ ქალაქიდან, ყოფა-ცხოვრება, რეალობა, დღევანდელი დღით გადმოსახედი, ავთენტური რაღაცა ღობეები, ჭიშკრები და რაც კი ჩემ ქალაქს უკავშირდება და რაც კი ამ ქალაქში მე მომწონს და ლამაზია და ყველაფერს ვიღებ და ვათავსებ Instagram-ზე. სამი წლის წინ ძალიან კარგად ესეთი ჩვენთან მსუქანი ფიფქებით თოვლიცის თოვდა და მაშინ ჩავჯექი მანქანაში და დავიწყესე პატარ-პატარა ვიწრო ქუჩებში და სოფლებში სიარული რომ რამე საინტერესო მენახა. და ამ ერთ-ერთ საინტერესო გადაღების დღეს გავიცანი ქალბატონი დარეჯანი, ახლა ვისთანაც ვარ სტუმრად. იმისმა ფოტომ სრულიად ინტერნეტი მოიცვა მაშინ და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. და ახლა რაღაცა პერიოდების მანძილზე სულ ვაკითხავ ხოლმე, რომ საინტერესო პორტრეტებს ვიღებ და თვითონ ქალბატონი დარეჯანი ძალიან საყვარელია. როცა ჩემი ქალაქის გადაღება დავიწყე, სულ მინდოდა ეს დიდი პეიზაჟები, რომ ერთ კადრში ჩამეტია მთელი ამ ქალაქის სილამაზე და მაშინ ესეთი დრონების ამბავი ძალიან განვითარებული არ იყო ბატონო ჩემო. ხო და ეხა კი შეგვიძლია ნებისმიერი წერტილი და ლამაზი პეიზაჟი, მაგრამ ამ პეიზაჟების ძებნაში აგერ ამ აივნიდან ყველაზე ლამაზად ჩანს დღეს ჩვენი ქალაქი წელიწადის 4-ვე დროს ძალიან ლამაზია გადმოცე ის ემოცია, რაც ამ ქალაქის თავს ხდება თოვლის დროს სულ გადათეთრებულია, შემოდგომა სულ ყვითელია და ეხა ზამთრის გასაყარს და გაზაფხულის საწყისში ვართ და ნელ-ნელა რაღაც ხილს ყვავილებიც გამოსდის და ყველა დროს ლამაზია ჩემი ქალაქი. მე როგორც წამყვანის როლს ვითავსებ, ასევე მასპინძლის როლი უნდა შევითავსო და გეპატიჟებით ჩემს პირად სახლში. ჩემი კუთხის მასპინძელი არის კულინარიული გადაცემა და დედაჩემთან ერთად მოგიმზადებთ რამე იმერულს ან არა იმერულს. ყოველ შემთხვევაში რამე გემრიელობას. წავედით. გამარჯობა დედა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, როგორ ახარ? აი ესე მოვედით დღეს სტუმრად ჩემთან და გვიმასპინძლებს დედაჩემი და შევეცდებით თქვენთვის გემრიელი და იმერული კერძი გასწავლოთ, ოღონდ ჩვენებური ვერსიით და რამე პატარა შეცდომა თუ მოგვივა რაღაცა თქვენ სხვანაირად იცით და ჩვენ სხვანაირად ძალიანაც გაგვკითხავთ მაგის გამო. რას გვიმზადებ აბა დღეს დედაჩემი? დღეს ვამზადებთ ქათამს ნიუ-იორკ წვენში. შევზილავთ მარილში, კარგად და გადავიტანთ ცხელ ტაფაზე შესაწვავად. გადასარევი. ანუ წავიღო მე შესაწვავ და შენ შევდგები ნიუ-იორკ წვენის გაკეთებას? კაი ამბავ. წავედი მე ტავა პრინცკინებ ეხლა ამ ქათამს და შენ დოქი წყალი წამოგიყოლო ახლავე დედა. შენ დაიწყე მანამდე ნიუ-იორკ წვენის გამზადება. ვინ გიკეთებდა ამ საჭმელს ბავშვობაში? ბავშვობაში მიკეთებდა ბებია ამ საჭმელს. როდესაც ავიდოდი სტუმრად, დაკლავდა ქათამს, გამზადებდა ნიუ-იორკ წვენს, შეაცხობდა ცხელ მჭადებს და ერთი სადილიც მზად იყო. ბებიას მეც მოვესწარი, ის იყო ჩემი დიდი ბებია, იყო პროგრესულად მოაზროვნე ქალბატონი და დედაჩემს ვასწავლიდა ნიუ-იორკ წყალში ქათმების გაკეთებას და მე რო ავდიოდი მასწავლა ღელეში კიბორჩხალების დაჭერა, მისი მომზადება და ასეთი მეთოდები. და რადგან იმერული სამზარეულო გვაქვს, ვერ გიკლავთ ამ კიბორჩხალებს და იყოს ქათამი ბატონო. აბა რა ეტაპზე გადავდივართ? ეხლა ნიუ-იორკი დაინაყა. ნიუ-იორკი მზად გვაქვს. ცოტა მარილს დავაყრით. შევაზავებთ ცოტა წყლით და ველოდებით ქათმის შეწვას. რომ ჩავაწყოთ ამაში. ჩავაწყოთ შიგნ ქათმის ნაჭრები. გრილი იქნება ხო? ძალიან. კაი, გადასარევი. აი, ჩვენი ქათამიც მზად არის. დავჭრით ნაჭრებად და ჩავაწყობთ წვენში. დავაფაროთ ახლა თავი, ცოტა ხანი დავდოლოთ, რომ შეიბჟნას წვენი და გქონდეს სასიამოვნო გემო. რა გითხარ, რა უნდა გავაკეთო შემდეგიო? გავაკეთებთ შემდეგ პრასის ფხალს. ამასაც ბებია მიკეთებდა. და რა ქონდა განსაკუთრებული? განსაკუთრებული არაფერი, მის ეზოში მოყავდა, მის ბოსტანში და რასაც აგროვებდა იქ ბოსტანში მწვანილი იყო, რამე იყო, გააკეთებდა. გახსოვს მისი გემო?
როგორ არ მახსოვს? ანუ აბებიას გემოსთან ახლოს აკეთებ? ბებიას გემოსთან ახლოს. აკეთებ, შეგიძლია. კი, შემიძლია. აბა ნახოთ, რასიზმ შენი გამოცდა იწყება დედაჩემო. აბა რას ვაკეთებთ ახლა? მითხარ რამეში დაგეხმარო? ახლა ამ შემთხვევაში ავიღებთ პრას, ნედლ პრას, გავჭრით რამოდენიმე ნაჭრად. ეს პრასისად მოკრიფე დედა, ჩემთან უკან ბოსტანში ხო? კი ბატონო, ბოსტანში მოვაგროვე ყველაფერი. უნივერსალური კაცი ვარ. ყველაფერი ჩემთან მოკრიფე? ნიორი. ცასა. არა, რა მოკლედ. ცასა. პროცეულის ხე აგერ ეზოში მარჯვნივ გვიდგას. გადასარევ, ყოჩა. წავიღო მოვხარშო? მოვხარშოთ ეს. მე ვარ დღეს აბაკოსტაია აქეთ, აბაკოსტაია იქეთ. წავედი. პრასი წავიდა მოსახარშო. მოგიტანე დედა 20 წუთის შემდეგ მოხარშული პრასი. აბა ეხლა რა შეშვები ამას მოყევი? ცოტა გავწუროთ. გავწურავთ. და რატო წურავ? რატო წურავ? წყალი რომ არ გქონდეს იმას, იყოს ცოტა რომ შრალი და ეფექტური რო იყოს უფრო? კაი. კიდე დაგეხმარო გავწურვაში. მე უფრო რაღაც ესეთი მსუქანი და ბუთქუნა ხელები მაქვს. დაწურე, მე დავჭრე. შენ დაჭერი, მე გაგიწურა. აჰა, ნახე როგორი მწურავი ვარ. რომელიც ხაპარია? ნაცარქექია, ხო? აბა მოუჭრებ თუ გამოვიდა და გამოვიდა. ქვას უნდა მოუჭირო ხელი. აი, ხანდა ქვა გავწური, აგერ მე მოგიტანე, გადასარევია, ეხლა დავჭერით. აჰა, ძალიან კარგი. შვენიერი გვიქნია. ეხლა რა შევიდე? ახლა დავუმატოთ 2-3 კბილი ნიორი, ჩავაგდოთ ჯაში. შემდეგ დავამატოთ დაახლოებით 100 გრამი, 150 გრამი ნიგოზი. ძალიან და კარგი. ეს დავამატოთ ცოტა მარილი. აჰა. შვენიერი. და დავნაყოთ კარგად. ხო და სანამ დედა ჩემი ნაყავს, პრასის ფხალის მომზადებას კი ასე თუ ისე ჩვენებურ ვერსიას გიზიარებთ, მაგრამ ჭადები და ყველი ძალიან ვხდება ამ ყველაფერს და ეს ისე მერე უკვე გამზადებულზე მოყვება ხოლმე რა იმერეთში. ჩვენი ნიგოზიც მზად არის და გადავიტანოთ ეს. შენ ყოფილ ხარ დედა ჩემო ცეცხლი, ალი, გრიგალი, ქარიშხალი, ყოჩა. დავამატოთ ცოტა დაჭრილი კინძი. ოხ როგორ ხდება. კინძის არომატი ყველაფერს თან იმერეთში განსაკუთრებით. კინძი ყველაფერს ცოტა ძმარი. ლიმონი? თუ ჩვენ ბებიას ტრადიციული გემოები. მაშინ ლიმონი არ იყო. ხო, ბებიას ტრადიციული გემო რო დავხო. ცოტა წიწაკა. გადასარევ. მაგრამ ბოდიში, მაგრამ ეს ხელით უნდა აისვაროს. საერთოდ არაფერი გვაქვს. საბოდიშო ზილე დედა ჩემო რა პრობლემა? მით მეც ხო არ ასე მოვიდე ასე. არა. მოგდენი არ უნდა. ვიხუმრე დედა იმერეთში საჭმელი, ალბათ იმიტომ გამოდის უფრო გემრიელი, სულ ასე ხლიცი კეთდება ხოლმე. ხო, მახსოვს ხოლმე კიდე ესე რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე, ბებიამ თვითონ სიხარულში სიყვარული. ანუ რატო უთქვამდით ხოლმე საჭმელს? რატო უთქვამდი, რომ გემრიელად გვეჭამა? აჰა. და ბედნიერება ყოფილიყო მთელ ოჯახში. ანუ რაღაცა ლოცვებს კითხულობდით საჭმელის. მე არა, ბებია მიცოდა ხოლმე. რა იცოდა გეხოცებ გაიხსენ რა. ბებია მიცოდა, რომ გემრიელად გვეჭამოს, კარგი დღეები გქონდეს, მშვიდობა გქონდეს. და ასე ტრადიციულად გქონდა ეს კარგი სიტყვები, რომ ჩვენს მხიარულად და კარგად ყოფილიყავით. შვენიერ დალოცვილი საჭმლის ჭამას რა ჯობია? რა ხა ჭადი და ჭყინტი იმერული ყველი. და გადმოვიტანეთ ლამაზად თებსე და ჩვენი პრასის ფხალი შეგვიძლია. ატიე, ხო იცი ჩვენაფერი ცოტა ხო, გასინჯა. ოი. მარილი თუ აქ. და მოვრთოთ. ოღონდ მართლა საოცრება. ძალიან გემრიელია. ესეც ჩვენი პრასის ფხალი. ჭახტედა ჩემ. კაი გვასაუზმე ფხალით, კაი გვასადილე ქათამით და ახლა გითხარი დესერტი რა დავაყოლოთ? ახლა დესერტი მოვამზადოთ კორკოტი. გადასარევი იდეა ჩემო დედა ჩემო. მოკლედ კორკოტი არის ქართული დესერტი. ამ ბოლო პერიოდში ძირითადად ხდება ხოლმე რაღაცა საკურდღის გასვენებების სუფრასთან ხოლმე და იმიტომ რომ ცოტა უფრო გემრიელი ყოფილიყო და კიდევ უფრო გაგვესვეტებია და ჩვეულებრივად შეგვეძლო მიგვერდვა ჩემი
კულინარი მეგობრების დახმარებით, რომელიც უამრავი მყავს ირგვლივ, მოვიფიქრეთ ესეთი რამე, რომ უფრო გასაგემრებლად დავამატოთ ცოტა კარამელი და ნაყინი და ძალიან უხდება. აი ძალიან მერწმუნეთ. ეხლა რომ დავიწყებთ ამის მომზადებას, ვინც გასინჯავს აგერ ირგვლივ ტექნიკური ჯგუფი კადრს მიღმა, ყველას ძალიან მოეწონება. დავიწყოთ მაშინ. მე დავიწყებ ნიგზის დაჭრას, მაგრამ მოგიყვებით პურის კაკალი როგორ მოვამზადოთ. მშვენიერი გავრეცხეთ. დავეცხავთ პურის კაკალს, კარგად, დავადგამთ ცეცხლზე, რომ ადუღდება, დავინიშნავთ 9 საათს, 9 საათის შემდეგ გადმოვდგამთ და შევფუთავთ კარგად. რამოდენიმე საათის შემდეგ გამოვიტანთ იქედან და შეფუთვის შემდეგ იქნება ასეთი ჩვენი კორკოტი. შვენიერი გადასარევი. ეხა სანამ მაგას მოურევ, მე ამას დაგეხმარები, ესე დაკიდებ ნახე, გადასარევად. ეს გადაიტანე, დაიწყე შეკვაზე და იცი რა მომიყევი დედა. ანუ რო გაიგერო, ბაღდადში გადმოვდიოდი ჩემი ოჯახით საცხოვრებლად და ამაზე ჩემი ოჯახით, ჩემი შვილებიც თანახმებყვენ, შენ რა რეაქცია გქონდა და გამიხარდა, რომ თქვენ გადაწყვიტეთ მამა-პაპისეულ სახლში დაბრუნება და აქ თქვენი ფუძის გაგრძელება. კულია მიჩვეყდა. ეხლა რას უშვები უთხარი მაყურებელს, თორე ხალხი და ხალხი. ქიშმიშს ვაყრი. ძალიან კარგი. შემდეგ დავაყრით ცოტა ნიგოს. ანუ ნიგოზი როგორი უნდა გითხარი? ნიგოზი უნდა ცოტა დაბლენდერებულიც და ცოტა ესე დაჭრილიც სასწაული. აი რატომ მიყვარს ბაღდათი, მე კი არ მომწყინდება. ეს თაფლი დინიდან, ჩიქვინიძეების ოჯახიდანა ნატურალური. ბევრი თაფლი უხდება დედა. მიდი, არ დაიშურო. გადატკბილებულიც არ უნდა კი ბატონო, კარგია, ხა, მიდი. მიდი ამოურიოთ, მე გემო გაუსინჯოთ და დავიწყოთ დასერვირება. გავპრანჭოთ ეს ჩვენი კორკოტი და აღარ იყოს ბატონო მარტო საკურთხევსა და გასვენებაში და შეგეძლიათ ჩვეულებრივ დღესაც მიიღოთ. ძალიან ჯანსაღია ეს ჩვენი კორკოტი. ამას გიკეთებ და ბებია? ამას არ მიკეთებ და ბებიამ, ეს არ იცოდა მაშინ. ბებიამ იცოდა სხვანაირი კორკოტი. კარგია. ყველაფერს აქვს თავისი განვითარების საშუალება. ხო, ნახმებით შემოყურებელო. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ვარიაცია კორკოტი ნაყინით და კარამელით. დაადე ნაყინი. ერთი ბურთი. აი ესე და აი ესე დავასხათ კარამელი. ეს არის შედედებული რძე, მოხარშული და ბლენდერით ცოტას თუ გაათხელებთ, მიიღებთ ასეთ სტრუქტურას და ძალიან უხდება ჩვენს აი რას ნიშნავს მაინც ქალი სისუფთა პეცი მოხერხებულობა ოჩახ დედა ოჩახ შენ ყოფილხარ ვინც ყოფილხარ რა არ გადაგხვდენია მე და შენ ერთად თავს ბევრი რამის გახსენება შეგვიძლია მაგრამ ძალიან კაი მეწყვილე პარტნიორი ყოფილხარ და ხარ გვეფიქრა რამე ერთობლივ სამზარეულოს ჩამოყალიბებაზე ჰა და გაგვეგრძელებია ასე მხიარულად საჭმელების კეთება. გადასარევი იდეა. მადლობა დედა, დღევანდელი დღისთვის. მადლობა გადაცემა ჩემი კუთხის მასპინძელს, იმის საშუალება რომ მომცარო დღეს შენთან ერთად მართლა რაღაცა გავრთობილიყავი, ბავშვობა გამეხსენებია, თან გემრიელი რაღაცების აი გვესწავლებინა ცოტა დიდი ნათქვამია, ჩვენ გაგიზიარეთ ჩვენგან მოწოდებული რაღაც გემრიელობები და თქვენ როგორც გაგიხარდებათ, თქვენივე ვარიაციებით შეგიძლიათ ეს ყველაფერი უფრო გამდიდროთ, გემრიელად მივთოთ და ასეთი სიახლეებისთვის და კარგი განწყობისთვის ხშირად ესტუმრეთ ჩვენ ქალაქს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ქალაქია ბაღდათი და ძალიან კარგი და ბევრი სანახაობარი ჩვენთან. მადლობა თქვენ იმისთვის რომ გვაძლევთ ამის საშუალებას, რომ გეკონტაქტოთ შორიდან, მაგრამ ასე ტკბილად და გემრიელად.